მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ რედერი დელივერი და ჩემი მთავარი მიზანია განახოთ თბილისი ისე როგორც მე ვხედავ. მართალია ვიდეოების დადება მიგვიანდება და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს. უბრალოდ სულია და ერთ-ერთი მიზეზიც ის არის რომ არ მინდა ყოველი ვიდეო ერთმანეთს გავდეს და ერთი სტილის იყოს თუ რა თანხა გამოვიმუშავე, რამდენ ხანში მაინც სტაბილურად რაც შეიძლება 5 საათში გამოიმუშაოს ადამიანმა ან რამდენად შეიძლება მიაღწიოს 200 ლარს, ეს ყველაფერი ისედაც ნაჩვენები მაქვს. ამიტომ ერთფეროვნება რომ არ იგრძნობოდეს ჩემს ვიდეოებში, ვცდილობ მოვიფიქრო ახალ-ახალი საინტერესო ვიდეოები. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ დამწყები და უკვე გამოცდილების მქონე კურიერები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განვასახიერებ მე. 1 საათს ვიმუშავებ როგორც დამწყები კურიერი იმუშავებ და ვავიღებ ყველანაირ შეკვეთას, რაც არ უნდა ლოდინი მომიწიოს, რაც არ უნდა შორმანძილზე იყოს. ასევე ვიხელმძღვანელებ Google Maps-ის საშუალებით, იმიტომ რომ ძირითადად სანამ ქალაქს შევისწავლიდი, მეც არ გამიჭირდებოდა, ყოველთვის ვაკვირდებოდი Maps. ხოლო მეორე შემთხვევაში ვიმუშავებ 1 საათს ისე, როგორც აქამდე ვმუშაობდი და მინდა შევადარო თუ როგორ დაწერს ტარიფს როგორც დამწყები კურიერის, ასევე გამოცდილების მქონე კურიერის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში ვნახოთ რა გამოვა და იმედია საინტერესო იქნება. საბოლოო ჯამში ვნახოთ რა გამოვა, იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ და საინტერესო იქნება. ახლა ვიმყოფები ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე და ჩავურთავ პროგრამას. 2 წუთი აკლია 3-ს. ვნახოთ როგორ შემოვა და 1 საათის განმავლობაში რამდენ შეკვეთას დავტოვებ, რამდენს გამოვიმუშავებ. ძალიან მაგარია რა ბაიკი. ჯერჯერობით არ შემოსულა შეკვეთა, მაგრამ იმედი მაქვს მალე შემოვა. აი აქ სულ ესეთი ამბავი ხდება რა. ხო ხდებით რომ ვერ გახვალთ და გადაკეტავთ გზას, არ ჯობია რომ გაჩერდეთ. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს გამომწერებს. სულ ჩემს გვერდით ხართ და ამას ხედავ და გრძნობ უბრალოდ. აი მართლა რაღაც მხრივ მე თვითონაც არ მომწონს როცა მიწევს ვიდეოების ჩაგდება. მაგრამ ფიზიკურად ვერ მოაბამ თავს იმას, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ვიდეოები დაიდოს ამ სფეროდან. აი შემოვიდა პირველი შეკვეთა. რა შეკვეთას ვაცლები? 3.25. დამწყები აიღებდა. მაგრამ მე გირჩევთ რომ არ აიღოთ ესეთი შეკვეთები, რადგან დროის კარგვა არის, შეიძლება არ ზღირდეს წაღებად და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ესეთ შეკვეთას იმ შემთხვევაში ვიღებ თუ მეორე შეკვეთაზე მაბამს, რაც გზად უნდა დავტოვო. შეეცადეთ 4-5 ლარზე ნაკლები არ აიღოთ. ეგ 4 ლარიანიც იმ შემთხვევაში თუ აი ძალიან ახლო მანძილზე იძლევა. ეხლა ამ შემთხვევაში გექნებათ უარყოფითი რეაქცია, რადგან ეს შეკვეთა ავიღე. მიზეზიც გაგაცანით. ეს ბოლო პერიოდი ძალიან ცუდი ტარიფებია. გამარჯობა. 455. მადლობა. ჩავურთოთ მაინც მეპი. სამი ეს არის პირველი სადარბაზო. სამი. გამარჯობა. კარგად.
ესეც პირველი შეკვეთა. ნახოთ, რამდენის დატოვებას მოვასწრებ კიდევ 50 წუთში. ბატონო? არა, აქ. ოპა. ავიღოთ 16 ლარი. ეხლა ცოტა ნორმალური ტარიფი დაწერა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება დამწყებებისთვის, რომ ტარიფმა არ მოგატყუოთ თუ მანძილი დიდია. აი ხშირად მქონია შემთხვევა, როცა 11 ლარი დაუწერია 10 კილომეტრზე, ან 10 კილომეტრზე დაუწერია 9 და რაღაც. ანუ ეგეთ შემთხვევაში მსგავსი შეკვეთები არა იყოთ, იმიტომ რომ მანძილი უფრო დიდია ვიდრე ტარიფი და ჩემი აზრით ეგ არ არის კარგი. წვიმაც დაიწყო, არ ვიცი ეხა ბონუსებს რამდენად ჩართავენ. წინა დღეებში მთელი დღე ესეთი ამინდი იყო და ბონუსი საერთოდ არ იყო ჩართული Wolt-ის აპლიკაციაში. ნუ ესეთ რაღაცეებზე, როცა საერთო პრობლემა არის, საერთო სიტუაციები და ერთმანეთის გვერდში დგომა არის საჭირო. გამარჯობა, სუში ჰათი ეს არის? 104. მარტო ეს არის ხო? მარტო ეს არის. კარგად. მეორე შეკვეთა 5 წუთში არის, ბახტრიონზე უნდა წავიდე. და ვსაუბრობდი იმაზე, რომ როგორც მე მეხება, ისე თქვენ გეხებათ ეს საერთო პრობლემა. რა თქმა უნდა, ხა ყველას რაღაცა ჩვენი პრობლემები გვაქვს, ჩვენი სიტუაციები და ამბავი, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად მაგიტო უფრო უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ იყოს დაფასებული კურიერი და კურიერის შრომა. ნუ რა თქმა უნდა, ახალი კანონი კარგია იმ მხრივ, თუ სარგებელს ნახავთ ჩვენ. ეხლა არ ვიცით ამ კანონის მერე რა როგორ შეიცვლება და როგორ დარჩება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ სასიკეთოდ იქნება ეს ყველაფერი. და მიეცემა ქართულ კურიერს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი შრომა იყოს დაფასებული. აქ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჭირდეს თანამშრომელი ან ეზარებოდეს ვინმეს შრომა. პირიქით, ანუ რა თქმა უნდა, ბევრი ვართ ახალგაზრდებიც და ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ვისაც მუშაობა უნდა ამ სფეროში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე და რაღაცის გამო იზღუდება. მით უმეტეს ერი ვართ ისეთი, რომელსაც არაფერი არ გვეზარება საერთო ჯამში. და ვაკეთებთ ყველას, ნუ გამონაკლისებიც არიან ეხლა რა თქმა უნდა, მაგრამ მაგაზე არ მაქვს საუბარი. და არ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ ჩვენ მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ არ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ესე თავისუფლად შემოდიოდნენ და იწყებდნენ მუშაობას. მე როცა ვიკითხე, რომ გერმანიაში რომ დამეწყო მუშაობა Wolt-ის საკურიერო სფეროში, და აი თუ გამიწევდნენ რაიმე რეკომენდაციას, უარი მივიღე, იმიტომ რომ მითხრეს იქ ჭირდება იქაური საბუთები, საცხოვრებელი ადგილი, ნუ ისეთი დეტალები, რაც იქაური მაცხოვრებლისთვის არის მხოლოდ გათვლილი. და ჩვენ რადგან აქ მუშაობ, მაგით ვერ დაგეხმარებით, რომ იქ დაიწყო მუშაობაო, ესეთი პასუხი მივიღე. შესაბამისად, მართალიც არის იმ მხრივ, რომ ოფიციალურად როცა მუშაობ რაღაც კომპანიაში იქნება თუ ნებისმიერ ადგილას, უნდა კონდეს იქაური საბუთები. ამ მხრივ მივესალმები დღევანდელ ჩვენ სიტუაციას. ნუ ნახოთ რა იქნება მომავალში. ნუ რა წვიმა დაიწყო, წვიმა სარველოდი. წვიმა დაიწყო და შორი მანძილი მომწეს, სავარაუდოდ ბონუსიც არაა ჩართული. აი ესეთ მომენტში ძალიან სურავს ბორბლები. და ფრთხილად იარეთ ყოველთვის. არაფერი არ იყო გარშემოდა, არაფერი არ ხდებოდა, ისე მომიცურა, გამიკვირდა მეთქი ეს. ხო არა ის კუბატურა, რომ უცებ გაზის გამო შემთხვევით მოგიცუროს, მაგრამ ყველაფრისთვის ზუსტად უნდა ვიყოთ, რასაც ყოველთვის აღნიშნავ. ნუ ხო, შეამჩნევდით ალბათ Android-ით ვარ, იმიტომ რომ ჩემი წინა ტელეფონი გამიფუჭდა და საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ გასაკეთებლად და ფიზიკურად არ მქონდა სიტუაცია, რომ გამეკეთებინა. პარალელურად ვერ გავჩერდებოდი, რომ არ მემუშავა და მომიწია ამ ტელეფონის შეძენა იმ დონაციებიდან, რომელსაც თქვენ რიცხავდით. რა თქმა უნდა, ამას დავამატებ მიზანი, რისთვისაც გროვდება არხის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის.
იმ წახალისებისთვის თუნდაც დადებითი კომენტარიდან დაწყებული დონაციით დამთავრებული. ასევე მინდა გითხრათ, თუ რომელიმე ბრენდს სურს ითანამშრომლოს არხთან, რომელიც ყოველდღიურად უკავშირდება აქტიურ მოტო აუდიტორიას საქართველოში, მზად ვარ განვიხილოთ პარტნიორობა. საკონტაქტო ინფორმაციასაც აღწერაში დავწერ და შეგიძლიათ შემეხმიანოთ. აშკარად მაგნიტი კი არა, კავათა არის, იმიტომ რომ მაგნიტი იყო როგორც მახსოვს აქ. გამარჯობა. ეს მაგნიტის ფილიალია, ხო? თუ რაღაცა მიწერეთ საფორს რომ შეცვალონ, თორე მაგნიტს ვეძებდი და კავათა რო ვარ. 618 ყავა, კვერცხი. კარგად. წერს 28 წუთს რა თქმა უნდა მანქანისთვის. მაგრამ ჩვენ მოპედით ვართ და უფრო მალე მივალთ. ამასაც გავაკეთებ რა თქმა უნდა ძალიან მალე. რა უაზრო დატარებს, აი ნერვები მეშლება. აქ მარცხნივ ახვევინებს ცინცაძეზე და ცინცაძიდან გაყავხარ ისევ პეკინზე. ანუ ხალხო არ დაუჯეროთ ამას რა. თორე ძალიან დიდ დროს წაგართმევთ და ამიტომ შეიძლება ნორმაზე ნაკლები გამოიმუშაოთ. ყოველ შემთხვევაში ხა მე მაინც უნდა ვიმუშაო ისე როგორც გზა მიჩვენებს. ტაქსა რა ლაბაზი იყო. მართლა მაგარი საყვარლები არიან რა. ეგოისტები. ჩემი ტაქსაც ეგეთია სუსტად. აქაც ფრთხილად იყავით მეგობრებო. მოპედზე არ ვიცი, მაგრამ მანქანაზე ჯარიმას წერენ. აი ამ შესახვევში. ხან მანქანიდან წერენ, ხან კიდე აი აქეთ არის სადღაც კამერა. და ეგ უყურებს პირდაპირ. რა ხდება რა მოძრაობაა ჩემი კაი. ისე დაკვირვები ხართ, რაც ეს კანონი უნდა მიიღონ, რამდენი უცხოელი დებს მოპედებს გასაყიდად. კომენტარებში რავი, ეხა ბოროტებიც ნუ ვიქნებით, მაგრამ ისეთ ფასებს თავაზობენ ქართველები, რა თქმა უნდა, ქართველს ფიზიკურად ვერ შესთავაზებ ეგეთ ყოჩაღიმ ბიჭებს, ვინებიც ამ ყველაფრისთვის აქტიურობდა და რა თქმა უნდა, შედეგიც დაიდო. დამავიწყდა ის, რომ უმეტეს შემთხვევაში 50 კუბიანი მოპედები არის საწყისისთვის. და აქ რადგან სპიდომეტრი არ მიჩანს, თვითონ Google Maps-ის სპიდომეტრით ვიხელმძღვანელებ და ვეცდები 60-ს არ გადავაჭარბო, რომ უფრო რეალური იყოს დროში. რა თქმა უნდა 125-ანებითაც იწყებენ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში 50 კუბიანია. აუ ეს ჩდება უკვე. გამარჯობა. Adventure. კარგად. ახლა ვტოვებთ მეორე შეკვეთას, ჯობია აქედან წავიღო. იქ ცუდი გზა არის და ქვაფენილებზეც ძალიან ცურავს, თითქოს მოყინული იყოს. ასე რომ ხილად უნდა ვიყოთ ყოველთვის. მოდი წავიდეთ ეს. ხან ზაფხულივით ამინდებია, ხან ძალიან ცივა. ეხა მარტი-აპრილის ამინდები იქნება კიდე საშინელი. ნახევრად ჩაცმული, ნახევრად გახდილი. ეხა ნახე ემზადება. მაგრამ მივხვდა რომ მზად ვიყავი მეც. ზოგი რა საყვარელია და აი 5-6 წელია რაც ამ სფეროსთან მაქვს შეხება და მხოლოდ 2 ძაღლი მახსოვს რომელმაც აი რასაც ქვია გამომეკიდა. ერთი ვიღაცის იყო და ბავშვს ყავდა გამოყვანილი და უბრალოდ მიკბინა და პატარა იყო და კარგი ავიტანე. მაგრამ ერთი იყო
შესვლით შემიშვა ეზოში და გამოსვლის დროს ფეხში ჩამოვლო. მაგრამ გადავრჩი. ამასობაში ზუსტად 1 საათი გავიდა. 5 წუთი უკლია 4-ს და დავტოვე 3 შეკვეთა და ჯამში გამოვიდა 19 ლარის და 30 თეთრის. ეს როგორც დამწყების ეს გამოვიმუშავე ცოტა ნელი სიარულით, მაგრამ დაემთხვა შეკვეთების მზადყოფნა და ამინდიც ალბათ. შესაბამისად, სულ ესე არ წერს ხოლმე და არ იძლევა მსგავს შეკვეთებს. ახლა კი ვნახოთ მომდევნო 1 საათში, როგორც ჩვეულებრივად ვმუშაობ, ისე რამდენს გამოვიმუშავებან, რა შეკვეთები შემოვა. უბრალოდ კამერა მიჯდება, მიკროფონი უნდა მოხსნა და მიკროფონის გარეშე გადავიღებ დანარჩენ კადრებს, სანამ ცოტას არ დაიტენება. მანდონავსი ერისთავი, აქვე უნდა მოვუხუიო ხაბე. 6 ვარ. გარემ გადავალ, კამერას დავტოვე. სამწუხაროდ არ დამიბატა არაფერი. ეხლა ტანას და ჩამოსვლას აღარ გადავიღებ, რადგან აქ უნდა დავტოვო. და ყოველ შემთხვევაში შეერთებული იქნება. იმედია ვინმე რამეს არ იმაიმუნებს. ყველაფერი ადგილზეა, ჩამოვედი მეც და ზუსტად გამოსვლის დროს მომცა შეკვეთა, რომელიც უნდა ავიღოთ დიდუბეში, PSP-ში და დავტოვო ისევ ნახალოკაში. ტარიფი 6 და 32 დაწერა. Why are you running? გამარჯობა. 33-86. მადლობა. კარგად. არ ვიცი რატომ არა ამ აპლიკაციაში ურევს ეს ტელეფონი. კი გამუშავებს, მაგრამ შეიძლება შეკვეთა რომ შემოვიდეს, დადასტურება ვერ მოვასწრო, ანუ იმდენად გაჭედოს შემოსვლის მომენტში. არაფერში არ ჭედავს. ეხლა ვესაუბრე, ჩამოვა მანამდე ჩავხურავ ამეთად და ვნახოთ რა შეკვეთა შემოვა. ეხლა ვარ წინვე საქართველოს მოპირდაპირე. ჩემ ბავშვობაში აქ გასართობი ცენტრი იყო და მე მგონი კინო. ეხლა კიდე რა Hello. A few moments later. 5 minutes later. 15 minutes later. აქეთ მოვა ვინმე? დავჯო. კარგად.
გამარჯობა. მადლობა და ბოდიში. კარგად არა. ნუ როგორც ჩანს ამ საათშიც 3 შეკვეთა დავტოვე. ფიზიკურად 4 წუთი დარჩა ახლა აქ არ ვიცი რა შეკვეთა შემოვა, მაგრამ დაველოდები. ნუ 5 რო დააკლდება იქამდე. თუ რამე შემოვიდა, ავიღებ და ჩავთვლი ამ საათში. მოკლედ გავთიშე პროგრამა. საბოლოო ჯამში ესეთი გამოვიდა შედარება, როგორც დამწყები კურიერის, ასევე უკვე გამოცდილის შედარება. სხვაობა თანხობრივად დიდი არაფერი, 2 ლარის სხვაობა იყო მიახლოებით. დამწყების ამპულაში გამოვიმუშავე 19 და 30, თუ სწორად მახსოვს და როგორც ჩვეულებრივად მოძრაობით და გაუქმებით თუ გაუქმების გარეშე, აღებული შეკვეთით 21 ლარი და რაღაც. ესეც ისე დაიმთხვა, რომ ცოტა დრო არის ერთმანეთისთვის შესადარებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იქნება რაღაცა თანხობრივი სხვაობა. უბრალოდ იმის გამო, რომ აი თუნდაც უმნიშვნელო 10-15 ლარით მეტი გამოიმუშაო, ნუ შეიქმნი პრობლემას და ნუ მიაყენებ ზიანს სიჩქარის გამო საკუთარ თავს. ამიტომ ვეცადოთ მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად ვიაროთ. ამ ვიდეოთი მინდოდა მეჩვენებინა, რომ არ ღირს სიჩქარე ქალაქში, იმის გამო, რომ 5 და 10 ლარით მეტი გამოვიმუშაოთ. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. მე კიდევ ვეცდები ახალ-ახალი იდეები ჩავრთო ჩემს კონტენტში და ვიდეოებში. ასევე მადლობა ყველა გამომწერს, ვინც ჩემს გვერდში ხართ თავიდანვე და ყოველდღიურად ემატებით. მადლობა დონაციებისთვის. თქვენ კი ვინც უყურებთ და არ ყავართ გამოწერილი, ეხლა ვნახეთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ასე რომ მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მე კი ამით დაგემშვიდობებით დროებით.